მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს განვიხილოთ ასეთი თემა. როგორ განვითარდება თქვენი პაუზაში მყოფი ურთიერთობა. დღეს ნახოთ ისეთ ფორმატში მინდა გავაკეთო, რომ გოგოებსაც გქონდეთ პასუხი ბიჭებსაც, იმიტომ რომ კი როგორც თქვი ადრე უკვე მივიღე საყვედური ბიჭებისგან, კი რაც მომწერეს, რომ ჩვენს გვაინტერესებს. ოკეი. აი ვეცდები დღეს ისი გავაკეთო, რომ გქონდეს პასუხი ორივეს. ეხლა ისეთი კითხვები მაქვს, რომ პრინციპში თქვენ ახლა სიგნიფიკაციაც აქ არ დაგჭირდება, ნუ ისედაც იცით, რომ პაუზა არის, ხო? აი აქედან ნახოთ ახლა ჩვენ უკვე კითხვები დავუსვათ. Так, პირველი რა მაინტერესებს იცით, რა მინდოდა და გამიკეთები, ამისა ვიღებ ახლა. პირველი კითხვა დავსვათ ჩვენ რატომ დადგა თქვენ ურთიერთობაში პაუზა. აი ეს ნახოთ. თვითონ მიზეზი რატომ. ეს კითხოთ ჩვენ ჯერ. ჩვენი პისუნიები ხო ხედავთ ორივე იზიან და უყურებენ. Так, ეხლა ვნახოთ გრძნობები. ანუ რას გრძნობს ის ახლა შენს მიერ. ამიტომ ასე ავიღოთ. ეს იქნება გოგოს მხარე, ეს იქნება ბიჭი აქ ორი წამოვიდა. კი ბატონო, ლაპარაკი სურს თქვენს პარტნიორს. ოკეი. შემდეგი ვნახოთ ეხლა ფიქრობს თუ არა ის ეხლა შენზე რა ამ პაუზაში. ფიქრობს თუ არა. ცოტა აკეთო. ასე ავიღოთ, რომ ადგილი გვეყოს ჩვენ ნორმალურად, ხო? შემდეგი ვნახოთ ესეთი კითხვა, როგორ ხედავს ის თქვენს საერთოდ მომავალს რა ამ ურთიერთობაში. Так, მე მგონი ყავის მომზადება და გჭირდება და მე იქნება თქვენი მხრიდან მხარდაჭერა, ლაიკები და ვინც პირველად ხართ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი გვერდზე, ვინც არა გოგოებო და ბიჭებო, ლაიკები და კომენტარები, რომ ეს ვიდეო წავიდეს. Так, შემდეგ ნახოთ. რა უშლის ხელს თქვენს შერიგებას. Так, ეს იცით რა საიდან ავიღე, აი აქედან ავიღეთ. ავიღებ, აი სინდა. რა უშლის ხელს თქვენს შერიგებას. შემდეგი ვნახოთ რა არის მისი ნამდვილი განზრახვები შენს მიმართ. ორივე მხარეს ნახავთ. ეს ამის მე. Так, შემდეგი მინდა რა უნდა გაიგო საერთოდ შენ რა უნდა გაიგო ამ პაუზაში. უნდა გაიგო, რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ყველა აბსოლუტურად ურთიერთობა და პაუზა მიდუმედეს არის რაღაცისთვის. რაღაცისთვის ჩვენ უკვე არ უყურებთ ხო ისე ურთიერთობებს, როგორც ისე რა, ანუ მარტო მიწერ დონეზე. Так, და შემდეგი არის თუ არა შესაძლებელია თუ არა დაბრუნება და შერიგება. და შემდეგი მინდა კიდევ გითხოთ. რა განვითარება იქნება ხო დაუშვოთ ამ ურთიერთობაში. Ну, რა თქმა უნდა, ამ პაუზაში რა უნდა გააკეთოთ, რჩევა იყოს აქ. Всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ იმედიარები შემეშლება. პირველი კითხვა ჩვენ გვინდა რომ ნახოთ ახლა რატომ ამ თქვენ ურთიერთობაში ეს პაუზა საერთოდ დადგა. აი რუსული სიტყვა მომივიდა დაიგრალსა. ანუ, ესე იგი, აქ მოხდა როგორი მომენტი, აქ იყო რაღაცა შეიძლება манипуляციები თქვათ, პარტნიორისგან შეიძლება იყო. ნახეთ როგორი მომენტი არის აქ.
თან როგორ საინტერესო დალაგდა კარტიც რა. რატო დადგა პაუზა და იმიტომ რომ ნახეთ გოგოს უნდოდა ნორმალური კარგი ურთიერთობა ბედნიერება, ხო? ეხლა ვერ ვიტყვი რომ ბიჭსაც არ უნდოდა, მაგრამ ბიჭი როგორი იყო, აქ როგორი ნახეთ რანაირად არის ეხლა. არის აქ რაინდე იმის გვერთხების რა. ნუ და აქ ნახეთ ერთხელზე აქ ბიჭი აქ გოგო არის რა. თითქოს აი რაღაცა თამაში მიდის აი აქ ამ წუთში რა. აი რატომღაც მგონია რომ ამ სიტუაციაში იყო უფრო თემა ისეთი რომ ბიჭს უნდოდა რომ სულ ყოველთვის ყველაფერი აი მისი აღიარება, მისი აი რა კარგი ბიჭი ხარ. ანუ თითქოს როგორ არის აი რაღაცა ეგოისტური თემა მის აქ ვინ თამაშობდა. რამე კი ვხედა ვინ თამაშობდა აქ. ცეცხლიდან ხო გეუბნებით. აქ როგორ არის? აქ ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ ხო გეუბნებით, აქ თითქოს ამ ურთიერთობაში იყო ის მომენტი, რომ ყველაფერი აი მე ვერ ხედავ თქვენ, ვერ ხედავთ ამას. ვერ ვიტყვი რომ აქ თქვენ გქონდათ რამე ჭუბი, ომი, რაღაცა, აქ დაჟე არ გამიკვირდება რომ შეიძლება მოულოდნელადაც მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რადგან ჩვენ ახლა გვაქვს თემაც, ხო? ახლა პაუზაში არის ურთიერთობა რა. აი მიზეზი არის აქ მარ არის რაღაც სიყვარულიც იყო, აბა მაშინ რატომ გაიყვანეთ ეს, რომ აქ ეთყობა მაღალი ძალებს აინტერესებდა როგორ იქნებით თქვენ? სულ კაი კარტი მოდის. კი, აქ შეიცვალა რაღაცა სიტუაცია და ურთიერთობაში შეიცვალა, მაგრამ აქ ნახეთ, აქ სიყვარული არის. აქ დაჟე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ერთადაც ცხოვრობდეთ თქვენ და ამ ძალიან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ რაღაცა შეიცვალა. აქ იცით რა არის? შეიძლება ერთი მხარე უფრო ეხმარებოდა მეორე მხარეს რა. ერთი შეიძლება იყოს ცოტა თქვათ, ანუ ერთი უფრო მეტად გამცემი იყო და მე აქ რატომღაც, ნუ ერთი რა იყო და მეორე უფრო მიმღები. და რაღაც არასწორით იყო. რა ხდება? ხო. ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს აქ რაღაცას სწავლიან, აი უფრო დაგაშორეს, ნახეთ, ეს უნდა აქ ვიღაცას დაჟე ერთი თვე შეიძლება გქონდეს დაშორება, მაგრამ აქ რატომღაც მგონია, რომ ბიჭს ასწავლიან სიყვარულს. აქ სპეციალურად თქვენ გაგიკეთეს ეს პაუზა. აი რისთვის? რისთვის? ნუ აქ რაღაცა პერიოდი მთავრდება, იცით, რაღაცა პერიოდი მთავრდება და რაღაცა უნდა აი კიდე ხა ამოვიღეთ კიდე იმაში, რა ქვია, სხვა კარტებს, იმიტომ რომ ნახეთ აქ გოგო ნახეთ რა დღეშია მიიღეთ თქვენ ეს ბიჭი კი ელოდება გოგო ცივ ენერგიებში. ბიჭი აქ ელოდება შეხვედრას. всё, მოდით და დავიწყოთ და მე ვნახოთ, იმიტომ რომ აქ რაღაც თითქოს აი არ მიხსნიან, იცით? არ მიხსნიათ, მაგრამ მე ყველა ვარიანტში, აი ხო გეუბნებით, რაღაცისთვის არის ეს სიტუაცია, რომ აქ რაღაცა შეიძლება თამაში წავიდა არასწორი, გაიგეთ რა ხდება? და მაგისტვის გააკეთეს პაუზა. კაი, მე მაგას კიდევ ვნახავ, ჯერ მოდით იქნება აქედან კიდევ უფრო ამოვიღოთ ინფორმაცია. ეხლა შევხედოთ ჩვენ გრძნობები. так, გოგოს მოდით გრძნობა ვნახოთ. ნუ სხვათა შორის გოგო რო გითხრათ ახლა ძალიან ისეთ გრძნობაში როგორ არის რაღაცა ბავშვური პოზიცია არ მინდა. აი არ მინდა, იმიტომ რომ ვერ მივიღე ის რაც მე მინდოდა და ახლა აღარ მინდა. გოგო არის შეჩერებული. თითქოს როგორ არის, იცით?
ისეთ პოზიციაში, რომ გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში, მაგრამ აქ არ არის ესეთი პოზიცია, რომ თქვათ, ახლა აქ არის პაჟი, ხო? პაჟი არის უფრო წყენა, უფრო ნაწყენი ვარ, ხო? აი ბავშვი რო არის დაუშვათ, რომ ამბობს, რომ არ მინდა, არ გააკეთა ის, რაც მინდოდა. ანუ ბავშვური პოზიცია როგორია? ბავშვია მაინც ელოდება, რომ დედა მოვა ეხლა და მომეფერება, მამა მოვა ეხლა და რაღაცას მეტყვის და всё, მე თქვათ ვაპატიებ, იმიტომ რომ კიდ გახართ აქ ესეთ პოზიციაში, რომ თითქოს უნდა მივიღო უკვე გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ არა გაქვს გადაწყვეტილება მიღებული. აქ უფრო გულის ტკენას ხედავ მე ეხლა. და მოდით ბიჭს ახლა ამოვიდა 2 კარტი ამიგდო. ბიჭი, არც ახლა იცით რა, ამასაც პენტაკლები, ესე იგი შენ ახლა რას მე პენტაკლები აქა. მზად ხარ იმუშაო ურთიერთობაზე თუ რა ეს გრძნობაზე რა არის დღეს ვერ გავიგე. გრძნობაზე, აბა მითხარი შენ აქ რა გრძნობაზე, პენტაკლები გრძნობაზე მე არ მიყვარს. გრძნობა. დავკარგე, მე დავკარგე. იცით რა არის, როცა პენტაკლები არის გრძნობაზე, ეს უკვე იმას მეტყველებს, რომ რაღაცა ადამიანს აქ დაკარგა ის, ანუ აი პატივისცემა დაუშვათ, ხო? რაღაცა თავისი აი სარგებლობდი რაღაცით, მაგრამ რო თქვა, რომ ეხლა აქ სიყვარული, პენტაკლები სიყვარულს არ აჩვენებენ რა. აქ უფრო ადამიანი შეიძლება თვითონ ეცოდება თავისი თავი რა. გრძნობები. არის, დავკარგე ძალიან მაგარი ქალი. ანუ აქ უკვე თასების დედოფალია. დავკარგე და არა. დავკარგე. აქ შეიძლება არჩევანი გააკეთა არასწორი. მაგრამ შანსი უნდა. დავკარგეთ, ეხლა ვნახოთ ახლა რას გვაჩვენებენ შემდეგი. ფიქრობს თუ არა, ეხლა ამ პერიოდში თქვენზე გოგოზე ვნახოთ ეხლა. ნუ აქ როგორი მომენტი არის, კი, როგორ არ ფიქრობს, აქ даже შეიძლება, ძალიანაც განიცდის ადამიანი, იმიტომ რომ ხუთიანში ეხლა აქ ყოფნა ძნელია, იმიტომ რომ მეხუთე ენერგიათ აქ თასები უკვე წავიდა, ხო ხდებით, ეხლა რა საინტერესოა. აი ხა პირიქით უნდა იყოს გრძნობაზე თქვა თასები და ფიქრებზე ხმალები, მაგრამ ჩვენთან რაღაცნაირად სხვანაირად დავაგდეთ ხეს, რომ ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ აქ გული და გონება რაღაცა შეცვალეს ადგილები რა. პრინციპში შეიძლება ეხლა ადამიანი даже აი გონებით იცის, რომ თქვათ, ეხლა აი აგონებაში განცდები არის, გაიგეთ, მაგრამ აი გულში უკვე რაღაცა ძალიან დიდი ტკივილი არის აქ რა. აი ასე ვეტყოდი მე. და იმიტომ არის აქ, რომ ადამიანს ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ჯერ გონება და მისი გული, აი არ არის, ასე რომ ვთქვათ, მოლაპარაკებულები რა, ასე რომ უხეშად რომ ვთქვათ. აბა ბიჭს რა ახლა აქ, მოდით ვნახოთ ახლა. რას ფიქრობს თქვენზე? ის ფიქრობს, რომ მე მოვალ მაგასთან და გავიმარჯვებ. შეიძლება აქ რაღაცა საქმეთ არის დაკავებული და არ მცალია, ვიფიქრო ეხლა მე даже როგორ არის, იცით, თუ სიტყვაზე შეიძლება ამ შემთხვევაში რას ვეტყოდი, იცით? აი აჩვენებს იმას, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ეხლა მე, აი რითიც არ უნდა ვიყო დაკავებული, მე იმაზე ვფიქრობ, აი აქ ან დაუშვით ჩვენ აქ გრძნობაზე ვეკითხებოდი, რომ ვგრძნობ, რომ დავკარგე ის, რაც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, დანაკლისი არის. აქ გოგოს კი განიცდის ამ რაღაცა დანაკლისი. აქ პრინციპში ეხლა რაღაც კაცური პოზიცია კი არის, კაცები უფრო გულითაც ფიქრობენ, მაგრამ უფრო რაღაცა საქმეში თითქოს ცდილობს, რომ გადავედეს, რაღაცა უნდა გავაკეთო, ან აკეთებს რაღაცას, დაუშვათ, რომ არ იფიქროს.
მაგრამ ამ დროს არ კარგავს იმედს, გაიგეთ რა ხდება? რომ მე მაინც აქ შეიძლება როგორ აღიცეთ ამას ნახეთ, აქ რაღაცა ერთგვარი манипуляция, იმიტომაც არის რა. რატომ ხარ თქვენ, რატომ დადგა ეს პაუზა? იმიტომ რომ შეიძლება ბიჭმა რაღაცა არასწორად მოიქცა დაუშვათ, ხო? ძალიან საინტერესო თემა. გოგოებად მომწერეთ, ვისი ეს ესეთი სიტუაცია რაღაც ძალიან საინტერესოა. რო თქვა აი ამ პოზიციებით, რო აქ დახოცთ ერთმანეთი და ეხლა დანახვა ერთმანეთს არ გინდათ, არა. აქ თითქოს რაღაცნაირად აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ნორმალურად იყო ყველაფერი და მე ვიღაცა ჩაერია და რაღაცა აურია. აი ესეთი სიტუაცია არის რა. და ბიჭი ახლა კი შეიძლება რაღაცა სამუშაო აქვს ამას. გაიგეთ, ამ სამუშაოს აი არჩევანი გააკეთა იმ თქვა ცავის სამსახურზე დავუშვათ რა და ამიტომ დაკარგა ეს გოგო რა. მაგრამ აქ პრინციპში იმედს არ კარგავს, რომ მე მაინც ახლა ფიქრობს ეგა თქვენზე, ფიქრობს იმაზე, რომ კი მოიცადე და მე მაინც მოვალ რა, შანსი მაქვს. კარგით, ვნახოთ აბა ჩვენ შემდეგი კითხვა რა გვაქვს. როგორ ხედავს ხო ის თქვენს ურთიერთობას მომავალში? ჯერ გოგოს კითხოთ, როგორ ხედავს? так, როგორ ხედავს? როგორ ხედავს? აქ რატო გავჩერდი, ნახეთ, მზის არკანი ხო არის, მაგრამ მზის არკანი არ აჩვენებს ყოველთვის თან ისეთი ბედნიერებას და რაღაც. ას შეიძლება აჩვენებდეს კიდე, მოდი მან არას კითხოთ, იქნებ დაგვეხმაროს ცოტა კიდე. შეიძლება ისე როგორც მე მინდა რომ იყოს. აბა ვნახოთ რას გულისხმობთ თქვენ, აი აქ როგორ ხედავთ თქვენ ამ მომავალ სამურთიერთობაში? ну, იცით როგორ არის ახლა პრინციპში როგორ ხედავს და ეს გოგო რას ფიქრობს, იცით, რომ ანუ ესე იგი მე როგორც მინდა ჯერ გავიგო საერთოდ ეს ისე ვისე იქნება როგორიც არის, ხო? თქვათ ურთიერთობაში, ხო, ჯერ გავიგო. თუ დაუშვათ შეიძლება და თქვათ ახლა დადგება უკვე ისეთ პოზიციაზე, რომ მე შენ გვერდში ვდგავა რა, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის დაუშვათ, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ამ ეს სწორი ამოვიკითხე ეს ენერგია, ანუ როგორც მე მინდა რომ იყოს, როგორც მე მინდა რომ იყოს. აი ისე თუ იქნება, იმიტომ რომ აქ ახლა დაუშვათ ახლა უნდა ვსინჯო რა, მოვსინჯო, აბა. დღეს გამჭედეთ გოგოებო, ვაღიარებ. თუ აიღებს დაუშვათ პასუხისმგებლობას, თუ რამეს გააკეთებს ამ ურთიერთობაში, თან ნახეთ რა ხდება. აქ გოგო არ თხოვს, რომ აი მაპატიეთ ისეთი პასუხისმგებლობა მინდა რომ აიღო, რომ ანუ თქვათ ყველანაირად ჩემი პრობლემები გადავინწყვეტო. არა. აი დამიდეგი გვერდში, ანუ თითქოს ეხლა აი ხო გითხარით, აი აქ თავიდან ისე მომიჩვენა, რომ სიტუაცია ისეთია, რომ დაუშვათ ყველაფერი უნდა ტრიალებდეს ამ ბიჭის გარშემო, რატომღაც, იმიტომ რომ აქეთ კიდე ეს კარტი რო დაედო. ეხლა გოგო როგორ არის, იცით, არ არის ეს პოზიცია, რომ всё მოვიდეს, მივიღებ ეგრევე, არა. ჯერ მე მინდა გავიგო შენ ისე ვისი მასეთი იქნები, რომ აი არაფერს არ აკეთებდი, იმდენ, ну, თქვათ იმას, რაც მინდოდა სიტყვაზე, ხო? თუ და მე მინდა რომ შენ უკვე აი შეიცვალო და აიღო ეს პასუხისმგებლობა, ну, რაღაცით მაინც დამიდგე გვერდში, გაიგეთ, აი აქ, აი ეს პოზიცია არის რა. კარგით, აბა მოხოთ ეხლა ბიჭი რას ხედავს? დაუშვათ როგორ ხედავს, რას კი არა, როგორ ხედავს. ამას სიყვარული. აქ რაღაც როგორი თემა არის, იცით? აი, ну, პრინციპში ეს ხშირად მასე გოგოს აქვს სხვა ხედვა, ბიჭის აქვს სხვა ხედვა. ეს даже შეიძლება ფიქრობს, რომ თუ დაუშვათ რაღაცა პაუზა იყო ან სამსახურის გამო, ან რაღაცის გამო, თქვათ, რაღა არ ეცალა სიტყვაზე.
კი აღიარებს რომ დავკარგე, მაგრამ იმედს არ კარგავს და მაგას აქ დიდი თქვათ ესე რა ქვია, იმედი რომ მე ამ სიყვარულს დავაბრუნებ. მაგრამ შეიძლება აქ იყო აი ეს პოზიცია რო არ გამიხსნა. ნახეთ ეხლა რა მაინტერესებს რითი გავხსნა. ეხლა მაინც მინდა რომ გავხსნა. აბა მან არას კითხვა. მიზეზე მითხარი აი აქ პაუზეს. მიზეზე. აჰა. ну აქ ნახეთ რა არის ეხლა შეიძლება დავსვათ აი ესეთი მომენტი რომ დაუშვათ აქ იქნება ეხლა უფრო ორ ვარიანტს მეტყვის აი მე არ ქნა ეხლა არაფერი არ ქნა ან ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება იყო თუ ცოლ-ქმარი იყავე ან ერთად ცხოვრობდით დაუშვათ ხო აქ თქვენ თითქოს აი სახალხოდ შეიძლება აჩვენებდეთ რომ ყველაფერი კარგად არის, გაიგეთ, მაგრამ აქ მაინც იყო რაღაც არასწორი თამაში იყო, გეუბნებით, აი ეს ხომ მოვიდა და ეხლა აი თითქოს გარედან ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ შიგნიდან ბევრი რაღაცა მომენტები იყო ისეთი, რომელიც უკვე ნამდვილად, ну, მოსათმენი არ იყო. მიხვდით? აი თითქოს ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ არის შიგნით რაღაცა ტრიალებს, რაც არ მომწონს. ამიტომ აქ მოხდა ის, რომ უკვე დაუშვათ დაისვა რაღაცა საუბარი იყო თქვათ და ნახეთ ბიჭს აკა ორი თითი რო აქ ასე ვიქტორიასაც მე ვარ გამარჯობა როგორც მინდა ისე ვატრიალებ ამ სიტუაციას, როგორც მინდა ისე ვატრიალებ ამ სიტუაციას და მაგრამ ამ დროს იმიტომაც გააკეთეს ეს პაუზა, მაგრამ აი ეს არკანი კი აჩვენებს ხშირად რომ პაუზა კი არის, მაგრამ საბოლოოდ არ არის, მაგრამ აქ ძალიან ნაწყენი არის გოგო. მიხვდით? მაგრამ აქ ბიჭი შეიძლება არის ეს მომენტი რომ ხო კი ბატონო დავასრულოთ, მაგრამ ამ დროს რომ იძახოს რომ არა. ну მიხვდით ხო? მაგრამ ეხლა აი აქ ამას აქ რაღაცა ძალიან სჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე რომ მოვალ გამარჯვებული აქ სიყვარული გაიმარჯვებს მიხვდეთ რას ფიქრობს ეგა და ახალი თითქოს даже შეიძლება ვთქვათ ეს პაუზა კარგიც იყო ალბათ რომ ახალ შანსს მოგცემს ну არ ვიცი რაღაცა ძალიან ისე თავდაჯერებული ბიჭი ყავთ თქვენ ვნახოთ ეხლა რა უშლის ხელს თქვენს გაერთიანებას რა უშლის ხელს არასერიოზულობა დასასრული თუ დასაწყისი მანახეთ ახლა ჩვენ ზუსტი პასუხი გვინდა აქა რა უშლის ხელს რას გულისხმობთ რა უშლის ხელს აჰა ბავშვური პოზიცია კი ბატონო ბავშვური პოზიცია ისე რომ ანუ ვინ მე ვარ ну ორივე ვარ ნაწყენი ეხლა ვინ დაუშვათ ანუ ნახეთ ორივეს უნდათ რომ იყოს ერთად მაგრამ ამავე დროს აი ეს ბავშვური პოზიცია რომ არა არც მე წამოვალ შერიგებაზე ხო ეს რა არის ანუ პირველი ვინ გამოჩნდება კიდე აქ როგორი სიტუაცია შეიძლება დაუშვათ ეს ადამიანი თქვათ ელოდება რაღაცის დამთავრებას რომ აი შეიძლება თქვათ დაუშვათ რაღაცა ზეიმია რაღაცა თქვათ დღეობები ახლა ხო არის რაღაცა დღეობები დამთავრდება და მე რა უშლის ხელს რა დღეს რანაირ პასუხობ თქვენ ვერ გავიგებ რა უშლის ხელს აი ხო გეუბნებით რომ არაფერიც არ უშლის ხელს აქ არის რაღაცა რა უშლის ხელს და უნდა გადადგეს ნაბიჯი მაგრამ ხო გეუბნებით თითქოს რაღაცას ელოდება ну ეხლა ნახეთ ვისაც გაქვს ამ კუთხედები ეს რა თქმა უნდა არის სიტუაცია როცა
შეიძლება ადამიანი აქ პირდება თქვა წამოვალ ოჯახიდან, მაგრამ არ მიდის იმ ოჯახიდან და манипуლირებს. ამას ვერ გამოვრიცხავ ნამდვილად და დაუშვოთ ახლა გეუბნებათ სულ რომ აი დაკავებული ვარ და ამასობაში გედაკარგად, მაგრამ დარწმუნებული არის რომ მე რო აქ ყოველ ჩემს საქმეებს რომ მოურჩები და ამასთან რომ გამოუჩდები, მაინც მიმიღებს. მიხვდეთ? აი ეს შეიძლება იყოს. აი ეს შეიძლება იყოს. აქ რა უშლის ხერს. манипуляციები, ხო გეუბნებით, რაღაცა არის აქ. რაღაცა არ აძლევს საშუალებას. манипуляციები. დღეს ასეთი გაშლა მე არ მქონია, ღმერთო ჩემო. თან გითვალთვალებს. კი, აქ ორივენი ფიქრობენ ერთმანეთზე, მაგრამ არც ერთი არ აკეთებს ნაბიჯს. კაი. შემდეგ ვნახოთ ახლა კითხვები. ეს გიშლით ხელს თქვენ რაღაცას, აი შეიძლება კიდე რა არის, იცით, აი აქ მენტალურად როგორ ხართ, აი ერთმანეთზე და აი გაგიშტებით რა, მე დარწმუნებული შეიძლება სიზმრებში ხედავთ, შეიძლება აი პარალელურად ფიქრობთ ერთმანეთზეც. შეიძლება და თქვა ინტერნეტში ერთდროულად შედიხართ, გამოდიხართ. აი ეგეთი რაღაცაც არის აქ. რაღაც კავშირი გაქვს ძალიან დიდი, მთვარეა და ორივეს გაქვთ რაღაცა, აი მე არ მიყვარს საერთოდ მთვარეზე ეს შიშები, მაგრამ ნუ არის კი ეს მნიშვნელობა, უბრალოდ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ეს არკანი, მაგრამ აქ ახლა მაინც არაყოლია და არის რომ რაღაცა თქვენ აქ მანძილი რაღაცა გაშორებთ თქვენ, მაგრამ იმის მიუხედავად მაინც არის აქ რომ ისე რა ქვია, შეიძლება ღამე ღვიძებთ, შეიძლება თქვათ არის ესეთი აი ძალიან მენტალურადაც ხართ რაღაცნაირად ერთმანეთზე ფიქრები აქ სულ არის, სულ. так, აი ნახოთ ახლა მაშინ ჩვენ так, რა არის მისი ნამდვილი განზრახვები შენს მიმართ, აი გოგოსი. ნამდვილი, ნუ გოგო დაიღალა და დაიღალა. ეთყობა ძალიან ბევრ რაღაცებს თქვენ თავზე იღებდით თქვენ აქ. და ნამდვილი თქვენი აი გადაიღალეთ. აი იმიტომაც აქაც ნახეთ თქვენ აქ რას ამბობთ, რომ თუ დამეხმარები, თუ დამიდგები გვერდში, იმიტომ რომ ყველაფერი ეთყობა უფრო მეტი, ნუ ეხლა სხვათა შორის რა არის, იცით, ეხლა ამ წუთში ხა ნუ ცხოვრობ საქართველოში, კი რომ ვაკვირდები ბიჭებს, აი ჩემთვის იმხელა შოკია, რომ მივიღო ქართველი კაცები აი ასეთ პოზიციაზე. ახლა ვარდისფერისა თვალები არ ვერ გეტყვით, რომ ახლა მიკეთია, მაგრამ მე ხა 17 წელიწადი ცხოვრობდი საქართველოში ოჯახში და ქართულ ოჯახში, სადაც ხა მამაკაცები აკეთებდნენ ყველაფერს, იღებდნენ თავის პასუხისმგებლობაზე, ამაზე ლაპარაკიც არ იყო, რომ ხალი თქვათ, ახლა რამე პრეტენზია ესეთ ყოდა კაცს, რომ თქვათ, ნუ რაღაც ისე იყო, რა, ჯინიკინის დროინდელიც არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს პოზიციები და თან ქართულ კაცებს რატო აფასებდნენ ყოველთვის, რომ ძალიან ცივი მეოჯახეები, ძალიან აი ოჯახში ყველაფერი, მაგრამ ეს სხვა თაობა რა არის, თუ რა ხდება, ვერ გეტყვით რა, მაგრამ და დღეს ძილით კიდე რაღაც წავიკითხე, რაღაც რუსი ავტორი იყო გოგო და იგივეს წერს ეგაც, ახლა რომ აი ყველგან შეიცვალა ეგ რაღაცა, რომ გოგოები იღებენ ახლა თავის თავზე პასუხისმგებლობა და ამ ბიჭებისგან ელოდებენ ისეთი აი არ ვიცი თქვენ დაწერეთ თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემთვის ძალიან გულსატკენი არის ეს მომენტი რა. აი ვერ აგიხწერთ რა დონეზე. როცა ეს ხო ისეთი რაღაც არის, რამდენი, ნუ რაც არ უნდა იყოს, არსებობს ეს კანონი, რომ გოგოს მაინც თავისებური რაღაცა აქვს, ნუ ვალდებულებები არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ რაც უნდა ვთქვათ ურთიერთობაში, ხო სიყვარულის წინაზე, აი სექსუალურობა, ეს ყველაფერი ვთქვათ სითბო, მოფერება, გოგოსი, ბიჭი უნდა იყოს ასეთი, რომ აი არანაირი პრობლემა, მე უნდა გადაგიწყვეტე, მე როგორც შემიძლია, მე კი არ გეუბნები, რომ ყველა მილიარდელი გახდეს ან მილიონერი, არა, მაგრამ ელემენტარული რომ გოგომ თქვა, არ იფიქროს, რომ ჯერ მოვსინჯავთ, შენ რას იზავ, ისე არაფერს არ ეზავს და თუ რა, იმიტომ რომ დაიღალა.
დაიღალა ღმერთო. კაი, ნახოთ აბა მაგას, ეხა მაგას რა ძრახვები აქვს. მე მივგიჟდება, იცით როგორ გული მტკბე ვერ აგიხსერთ. რატომ უნდა იყოს პრინციპში? კი, უნდათ გოგოებს ემანციპაცია, მაგრამ ნუ მაგ დონეზე ეხლა მე არ ვიცი ის უნდა. მე არ ვიცი რა. Так, ნახოთ ეხლა მაგისი განზრახვები. რა მაგარი განზრახვები. ყველაფერი შეცვალო? თუ დაასრულო გინდა. და შეცვლა, ახლა ეს არის უფრო შეცვლა, მაგრამ როგორ გინდა შეცვალო? გითხარი აბა. როგორ გინდა შეცვალო? აი სულ სხვანაირად, აი ეხლა მოიცა ჯერ ეს მეკითხარი კარგად. და გინდა დასრულება თუ გინდა სულ სხვანაირად წაიღო ანუ ეს ურთიერთობა. და გოგობა აქ ორი ვარიანტი იქნება. იმიტომ რომ აი ამ პოზიციის მერე ეხლა ნახეთ რა ხდება. ძალიან ძნელად მოდის დღეს, აი ძალიან რთულად მოდის გაშლა დღეს ეს შემიძლია გითხრა და ავირცი რა. ანუ ამას თითქოს უნდა რომ შეცვალოს, ნახეთ. ეს აი აქაც ხო გვაჩვე სად იყო ეს ნულის არკანი, ღმერთო ჩემო, მაჩვენეთ აი აქ სადღაც. აჰა, აი აქ. ხო იყო ეს ნულის არკანი, შეხედეთ. ანუ იყო რას გვეუბნებოდნენ, აი აქ რა გიშლით ხელს. აი ეს უპასუხისმგებლობა, ნახეთ, ეთყობა ეს იყო, აი ზუსტად იმას გვაჩვენებდნენ, რომ აქ არის აი ეს ბავშვური პოზიცია რაღაცა, ხო, რა გიშლის ხელს, რომ აქ არ არის თითქოს აი სერიოზულობა აგრია რა. ხო და იმიტომ რომ რატო აქედან გამომდინარე, ნახეთ, მინდა რომ ძრახვები, აი ეს არასერიოზულობა უნდა რომ შეცვალოს, მიხვდეთ? არასერიოზული დამოკიდებულება უნდა შევცვალო. ეს ბავშვური პოზიცია უნდა შევცვალო, ახალი, სხვანაირად მინდა და აქ პრინციპში ახლა ჩამოსვლა უნდა. თუ სადმე არის. კიდე. რა მიიღო, რა გადაწყვეტილება? და ერთი მოიცადეთ. ეხლა მაინტერესებს კიდე აქ რაღაცა უნდა გავარკვიო, თუ რა სხვადასხვა ადამიანები მყავს. ეხლა მე მაინტერესებს კარგად რომ გავარკვიო, მე რა რო საჯარო გაშლა, მაინც მაინტერესებს მე აქ რაღაცა მომენტები, იმიტომ რომ კოშკი არის ძალიან სერიოზული არკანი რა. იმიტომ რომ აქ შეიძლება ჩვენ მაგას ვეკითხებით, მისი ნამდვილი ძრახვები შენს მიმართ. უნდა შეეცვალო. სიტუაცია უნდა სრულიად. აი აქ დაჟე როგორ არის, იცით რომ ნუ რაღაცა კოშკით არის კიდე რომ ანუ გადავატრიალო ყველაფერი, ანუ შეცვლა ისეთი მიდის კოშკით, როცა უკვე ნამდვილად რაღაც გამოცდილება უნდა აიღოს იქიდან, ანუ მაგრამ აი ეს კი ბავშვური არ მინდა. ბავშვური არ მინდა, აქ ახლა უბრალოდ რაზე უნდა დასვა წერტილი. აჰა. და გოგოებო, თუ დავუშვათ ეს ადამიანი, ნუ გატყუებდა სიტყვაზე, ხო? თუ ეს ადამიანი არ აჩვენებდა სიყვარულს თავის ნამდვილ გრძნობას, ხო? შეიძლება ეს ადამიანი ეხლა გამოდის იმ პაუზიდან, მიხვდით რა ხდება, რას მეუბნება? იმიტომ რომ აქ ბავშვური პოზიცია ეს არის, აი გავიბუტეთ. მიხვდით რა ხდება? და თითქოს რაღაცნაირად აი აქ გქონდა მაგას ეს პერიოდი, რო თქვა, ეხლა იფიქრა, იაზრა ყველაფერი და უნდა ამას ეხლა აი აგერ უნდა დასების დავასრულო ჩემი აი ეს გაბუტვები ყველაფერი გადაწყვეტილება მივიღო რომ მინდა ბედნიერება. ოჯახი გინდა შექმნა ამ გოგოსთან თუ რას მაჩვენებ.
იმ კომფორტში მინდა წასვლა, სადაც ვიყავე, რაზეც ვფიქრობ, რომელიც შეიძლება თქვენ გმნით და მე შინი ამ კომფორტს დაკარგვა. მინდა ისევ დატრიალდეს სიტუაცია საერთოდ. აი, იქ სადაც კარგად ვიყავით ჩვენ, ესე იგი იმ უნდა დაბრუნება ისევ სიტუაციის, როცა კარგად ვიყავით. ну იმედად შემოის რა ხდება დღეს ვინ არის გოგო მომწერეთ ეს რა ხდება რა ჩახლართული თემა გვაქვს დღეს ჩვენ და ნახოთ ეხლა მოდით ნახოთ რა უნდა გაიგოთ ამ პაუზაში რა так აი მაგართი ჩემო გოგო რა აჰა აი რა უნდა გაიგოთ რო დაიღალეთ რო არ უნდა აიღოთ მთლიანი თქვენ თავზე ამხელა პასუხის მგებლობა აი ეს უნდა გაიგოთ თქვენ ზუსტად რაზეც აი აქ ვისაუბრეთ თქვენზე გასაგებია ყველაფერი ეს აყავთ თქვენ აქ რა ვიცი რა ხდება მივხვდით თქვენ უნდა გაიგოთ რომ თქვენ არ უნდა ბოდიშით ათრიოთ ყველაფერი თქვენ ზურგზე არ უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი აი ეს უნდა გაიგოთ თქვენ მან რა უნდა გაიგოს მან უნდა გაიგოს რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა თქვენ ხართ ის ქალი რომელსაც მიმღები არის ეს ქალი ძვირფასი არის ეს ქალი უნიკალური და ყველაზე საუკეთესო რაც მაგას ღმერთმა აჩუქა რა თუ ცოლი არის დაუშვათ იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს რაღაცა იყო თუ ცოლი არის შენი იცოდი რომ და დედა არის შენი შვილების ხო იცოდი რომ ის არის დასაფასებელი ქალი არის რა და აი კიდე ბიჭებო თუ ვინმე მეყურებს ერთი რამე იცოდეთ ძალიანად გთხოვთ იცოდეთ რომ რასაც თქვენ თუ თქვენ გინდათ ბედნიერები იყოთ ხო ამერიკელებს კარგი ნათქვამია happy vibe happy life თუ ბედნიერია შენი ცოლი იმ შემთხვევაში ნუ ჩვენ ქალი ვთქვათ მაშინ ბედნიერი ხარ შენ მიხვდეთ თუ შენ გინდა რომ გქონდეს ფინანსები თუ შენ გინდა რომ გქონდეს კარგი ცხოვრება თუ შენ გინდა რომ გქონდეს წინსვლა შენ უნდა მისცე შენს ქალს ყველაფერი აბსოლუტურად რამე კარგი არის ჯერ როცა ურთიერთობაში ხარ აი ეს არის კანონი სამყაროს პირველ რიგში არის შენთვის პარტნიორი მერე დედა და მერე შვილები და მერე დედა და მერე ასე შემდეგ და იცოდეთ თქვენი ქალის ფასი იმიტომ რომ იმას რასაც დედამ თქვენ დაუშვათ მოგცათ სიცოცხლე მოგცათ დანარჩენი უკვე უნდა მოგცეთ თქვენმა ქალმა მაგრამ ის ქალი იმ შემთხვევაში მოგცემს თქვენ ყველაფერს აბსოლუტურად როცა შენ მასში ჩადებ ну აი ვინც ახლა ფურიანი ტიპები არიან ახლა მაგათ მოусმინეთ რა ყოველთვის მაგას ამბობენ ну მეც ყოველ შემთხვევაში ჩემს შვილს მასე ვასწავლე და მასეც მუშაობს რაც შეიძლება მეტი ჩადეს შენს ცოლში თუ გინდა რომ კარგი ცხოვრება გქონდეს და მასეც არის აი ეს უნდა გაიგოთ თქვენ ბიჭებო აქ ამ შემთხვევაში ეს ასეთი კანონია დაუწერეთ და არ დაიწყოთ რომ ხო მე ვდებ ახლა მაგრამ მაინც რაღაცა უფრო მეტი გავუკეთე და შენც უფრო მეტი გექნება ნახოთ ახლა ჩვენ აქ შესაძლებელია თუ არა დაბრუნება და შერიგება აი აქ ну როგორ გითხრათ შესაძლებელია თუ არა აქ რაღაც ესეთი პოზიციაც და ცივი გვაქვს ჩვენ პრინციპში რატო ახლა ამას ხმალი დაწეული აქვს გული ანთებული აქვს ფიქრი აქვს შესაძლებელია კიდე ну აქ მაჩვენებენ იმას რომ პრინციპი ბიჭი რამდენადაც არ უნდა იყოს ცივი მაინც ამას ახლა უნდა რომ ეს ურთიერთობა შეენარჩუნოს მაგრამ ერთი ეს მაინტერესებს ეს ვიღაც ერთი და იგივეა თუ სხვა ხო არავინ არის აბა რას მეტყვით აქ თითქოს როგორ არის იცით გოგოებო რას მაჩვენებენ რომ ეს ბიჭი თვითონ არის ის როგორ მოიქცეს
მე ვეკითხები ეგ სხვა ხომ არ არის ვინმე და მაჩვენებენ რომ არაო. ეს ის ადამიანი, რომელიც ეხლა არ მოქმედებს, რომელსაც უნდა ურთიერთობის აღდგენა და შეიძლება მაღალ ძალებს ელაპარაკება და ეუბნება, რომ დაუშვათ შენ ეხლა რამე გააკეთე, გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან, ამ პაუზიდან. შესაძლებელია პრინციპში. აი, მაგრამ ნახოთ ეხლა ის რა ქვია, რა განვითარებას მიიღებს ეს ურთიერთობა. რა განვითარებას მიიღებს? გადასარევი. აი, აქ რაღაცა სიცით რატო? აი, ვერ ვხედავ ისეთ განვითარებას, როგორც შეიძლება თქვენ გინდოდეთ. და საჯარო გაშლა არის და ამიტომ მე არ მინდა რომ ეხლა დავიწყო აქ რაღა ის რომ პირადი იყოს, უფრო განვიხილავდე, იმიტომ რომ ისეთი არკანები მოდის საჯარო გაშლაში რა ადამიანს აქ ესეთი თვისება. აი სულ კარგი იყოს ერთ სიტყვი, მე მაგას დაატრიალებს და სულ ამას იფიქრებს და მე მართლა ის მოხდება და ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, და ყურუმი მეუბნება, ცოტა გაჩერდი. არის გაფრთხილება იმისი, რომ ნუ განვითარებაშიც როგორ გითხრათ, იცით, შეიძლება კი იქნება როგორ იცით, ანუ ხან ცივა და ხან ცხელა. აქ მაინც რაღაცა გოგო, ნუ შეიძლება დაასრულებ თქვენო, ეს რა არის? და ყოველ შემთხვევაში აქ როგორ არის, მე ვღაუჭებით ამას. ნუ ცდილობთ რომ დააბრუნოთ გოგოებო, ნუ ცდილობთ, თქვენ თვითონ ნუ ცდილობთ. აი, მოდით რჩევა. არ ენერგიულოთ. არავითარ შემთხვევაში არ ენერგიულოთ. აი, ეს თქვენი ხუთიანი თასებით, არ ენერგიულოთ. რატო? იმიტომ რომ ყველაფერი გაირკვევა. აბსოლუტურად ყველაფერი გაირკვევა. როგორ? ვინ? ეს პენტაკლების ტუზი, აქაც პენტაკლების ტუზი სად იყო? აი, სიგნიფიკაციაში. Так, მოდით აი ესეთი რჩევა. Вообще საერთოდ თავი დაანებით ამ სიტუაციას. იყავით თქვენთვის კარგად, თქვენ საქმეებს მიხედეთ. აქ თვითონ მიხედავენ, ასე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს რა. არ არის საჭირო აქ ენერგიულო, აქ დაამთავრეთ საერთოდ ამ თემაზე ფიქრს რა. თქვენ თავს მიხედეთ. აქ თვითონ გაარკვევენ ყველაფერს რა. იმიტომ რომ აქ იცით რა არის? არ არის საჭირო რომ თქვენ ახლა წახვიდეთ და თქვა, აქ უნდა გამოვიდეს თვითონ ეს ადამიანი ამ ტკივილებიდან, ხომ ასეა? კი. ეს ხო ვისი პოზიცია უკვე ბიჭის ხო? ვისთანაც იყო და ვინც დაანგრია, მაგან უნდა ცოტა მოვიდეს აზრზე რა. რა შანსს აძლევთ? და გოგოებო და ჯვალამაზუკო, აჰა, ერთად ხართ. გადასარევი. ანუ როგორი მომენტი არის, იცით? შანსი მიეცით მაღალ ძალებს, რომ ეს ყველაფერი თვითონ იმას ნუ არ მოტყუვდეთ, არ შეიცოდოთ. არაფერი არ გააკეთეთ, თქვენ თვითონ მე მეცოდება და რა ვქნა? არა, არაფერი არ გააკეთოთ თქვენ აბსოლუტურად, არაფერი, დაიცავეთ თქვენი ბედნიერება, თქვენი რაღაცა.
Так, მოდით საბოლოოდ კითხოთ და დავასრულოთ. უი, რამდენი ხანი ვლაპარაკობ, მე თორ მითხარით. რა თორ მითხარით დავასრულოთ. всё, კარგით მითხარით ახლა. ანუ საბოლოოს აღარ ძალიან მითხარით. საბოლოო aga manarაზე არ მინდა საბოლოო, არ მინდა. ერთი წუთით, იმიტომ რაღაც სხვა დასტაზე მინდა. так, მომწერეთ ვინ ბოლომდე უყურეთ ეს თქვენი გაშლა და მომწერეთ ვინ არის ეს თქვენი ასეთი უნიკალური პერსონაჟი დღეს რომ გამომიგზავნეთ ეს რა ხდება ღმერთო ჩემო. ეს არის პირადად გასარჩევი ადამიანი და არა საჯაროდ რა. იმიტომ რომ ისეთი რაღაცებს იმას შვება რომ ღმერთო ჩემო, ამას ქვია ღმერთო ჩემო. დედა. რაღაცა ჩამოუყალიბებელი სიტუაცია არის აქ. და всё. მითხარით ახლა ჩვენ პასუხი მითხარით ახლა вообще საერთოდ ეს ურთიერთობა რაზეც თქვენ აქ მომიყევით აი მაღალი ძალების თვალსაზრისით მოდით ასე ვკითხოთ უნდა გაგრძელდეს თუ უნდა დასრულდეს აი თუ როგორ ძალიან ისე რა ქვია ნახე რა კარტები ამოვიდა იმენე შეგშურდება так ნახეთ ეხლა რა ხდება გეტყვით აქ ეს პერიოდი უნდა დასრულდეს ეს რაღაც აუტანელი პერიოდი უნდა დასრულდეს ძალიან საშინლად მძიმე და აქ პრინციპში მაჩვენებენ რომ არის დიდი შესაძლებლობა რომ დაუშვათ აქ ურთიერთობა გაგრძელდეს მაგრამ აქ გოგოს არჩევანი იქნება თუ გოგოს როგორც вообще ეუბნებიან რომ შენი ბედნიერება აირჩიე მაგრამ გოგოს თუ ენდომება კი ბატონო მაგრამ აქ გოგოს მაღალი ძალები აძლევენ აქ პრიორიტეტს გოგოს შენ როგორც გინდა შენ როგორც იზავ კი შენ რასაც იზავ შენ როგორც გინდა აი ისე იქნება კი ვინ ჩქარობს აქ ნახეთ, აქ ყველა ვარიანტში იქნება შეხვედრა, ყველა ვარიანტში იქნება რაღაცა საუბარი, მაგრამ არჩევანს გააკეთებს, აქ მაღალი ძალები თქვენ გეუბნებიან, რომ ეს პრინციპში ხა გოგოს პრიორიტეტია, გოგო როგორც გადაწყოთ, ისე იქნება. ვიღაცა გოგოები ყურუმი ხართ და გადიხან ყურუმში გახვალთ. всё, დავასრულეთ რომ ხვალამდე ვერ მოვრჩება. მივხვდეთ ხო? ანუ საბოლოოდ ეს თემა არის გოგოს თემა არის აქ. როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. всё, გაკოცეთ. გელოდებით კომენტარებში.